გადაცემის მეორე ნაწილში ისტორიკოსი და პროფესორი მაია ქრივიშვილი ჩაგორთვება. მოგესალმებით და მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას. მოგესალმებით საღამომშვიდობის თქვენს და თქვენს მაყურებელს და მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. პირველ რიგში რაც მინდა გკითხოთ თქვენთვის ალბათ ცნობილია რომ ჩვენ ორ კვირაზე მეტია ტელეკომპანიის ანგარიშებს ადევს ინკასო და ასეც ცდილობს ხელისუფლება რომ გაგვაჩუმოს და ფინანსური ბერკეტით შეგვიზღუდოს მუშაობა. მე მინდა თქვენი შეფასება რატომ არის ზოგადად მედიის როლი და მით უმეტეს რეგიონული მედიის განსაკუთრებით იმ რეგიონში რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით სადაც რუსული პროპაგანდა და ნარატივი ასე ძლავრად არის და თქვენ თუ ხედავთ საფრთხეს რომ ეს არის მცდელობა თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ და არ არის მხოლოდ ეს ერთი ტელეკომპანიის პრობლემა ამ შემთხვევაში. ძალიან დროული და საჭიროებო კითხვა და საკითხია ზოგადად ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაში მედიასთან დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ის რომ მედიას ეზღუდება ანგარიშები უყადაღებენ მისი თქვათ დამფინანსებელი ორგანიზაციების მხრიდან რომელმაც ძალიან დიდი და კარგი საქმე გააკეთეს მაგალითად თქვენი ტელევიზიის შემთხვევაში რომელიც კონფლიქტის ზონაში ფაქტიურად კონფლიქტის ზონასთან კი არა კონფლიქტის ზონაში იმყოფება და მართალი სიტყვის მიტანა საქართველოს მოქალაქეებთან ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ სწორად შენიშნეთ რომ იქ სადაც ძალიან ძლიერია რუსული პროპაგანდა საჭიროა ისმოდეს ქართული სახელმწიფოს ხმა რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან კარგად ზოგადად მედიის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი რეპრესია ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი დაამყაროს დიქტატურა ქვეყანაში იმიტომ რომ თავისუფალი მედია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში წარმოადგენს იმ ხელისუფლებას რომელიც მმართველ ორგანოებს აღმასრულებელს საკანონმდებლოს სასამართლოს მათ შორის არ აძლევს იმის საშუალებას რომ კანონიდან გადაცდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გადაცდეს და ასე შემდეგ ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ხომ ეს რაღაც კანონი აგენტების შესახებ რომელიც ვითომ დაემსახურება თანხების გაკონტროლებას ვიღაცა გარკვეული ომის პარტიების თუ დიფთეისტების რაღაცა ასე თქვა ზღაპრულ პერსონაჟებს რეალურად მიმართულია იქითკენ რომ რაც შეიძლება დაავიწროვოს რკალი ხელისუფლებამ თავისუფალი სიტყვის და თავისუფალ სიტყვას პირველ რიგში წარმოადგენს მედია საშუალებები ეს იქნება პრესა, ტელევიზია, რადიო არ აქვს მას მედია მათ შორის ინტერნეტ მაუწყებლობაც და რა თქმა უნდა ეს არის საგანგაშო იმიტომ რომ იარსებებს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული სამთავრობო ტელევიზიები და რეალურად ის რაც ხდება თქვენს კოლეგა არხებზე სამარცხვინო მე ვიტყოდი რაღაცა ვრემიას და საბჭოთა პერიოდის საინფორმაციო გადაცემები და ესეთი სამხიარულო გადაცემები თითქოს ქვეყანა აწყობილი გვაქვს და არსად არაფერი პრობლემა არ გვაქვს ყველაფერს დავიგავანებოთ სოციალურსაც კი რომელიც უკიდურესად მძიმეა ჩვენს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს სოციალური ოკუპაცია რომელიც აგერ თქვენგან სადღაც 100 კილომეტრშია მე მგონი მეტი არ და რა თქმა უნდა ეს ძალიან საგანგაშოა ჩემთვის პირადად როგორც რიგითი ქართველისთვის მოქალაქისთვის რომელსაც არ მიუწვდება ხელი და ასე თქვა თვალი და ყური ყველაფერზე რომ ყველგან წავიდეს ყველგან ნახოს ამიტომ არსებობს თავისუფალი მედია რომ გააშუქოს ის პრობლემები ის საკითხები რაც ქვეყანაში დგას რეალურ პრობლემას რაც წარმოადგენს ამიტომ მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდის ნიშანია და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ხოლმე და დაგვრჩება ასე ვთქვათ ხოლმე და მხოლოდ პროპაგანდისტული არხების სამწუხაროდ თუ ძალიან ისევ გააგრძელებენ საქართველოს მოქალაქეები პასიურობას და დაანებებენ ხელისუფლებას რომელიც საბოლოო ჯამში როგორც არა მხოლოდ აქამდე კოლაბორაციონისტი იყო, არამედ ახლა როგორც დიქტატორული რეჟიმი ისე ფორმდება. დიახ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, თქვენ ალბათ ნახეთ განცხადებები უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით, თქვენთვის რამდენად რეალური არის ეს საფრთხე თქვენი აზრით და რას ნიშნავს ზოგადად უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქართველი ხალხისთვის, მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი მიდის სამკურნალოდ, მაშინ როდესაც ემიგრანტებს ერთმანეთთან ნათესავების ნახვა ასე მარტივად შეუძლიათ და აღარ ჩამოუთვლიან. ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის, ძალიან ბევრ. პირველ რიგში ჩვენ მოხვდებით ცივილიზებულ სამყაროსთან იზოლაციაში, თუ გადავხედავთ იმას, რომ ჩვენმა
ქართულმა ოცნებამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვისთან გააუქმა უვიზო რეჟიმი, რომელ ქვეყნებთან, ხო? თუ ამას გადავხედავთ, სტატისტიკას შევხედავთ იმიგრაციული პროცესების, რაც ჩვენთან ხორციელდება, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა. საბოლოო ჯამში დავჭებით იმ რუსულ ორბიტაზე, რომელიც ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია. გარდა იმისა, რომ თქვა შეიზღუდება მიმოსვლა, ეს ხელს შეუშლის და უკვე არის ამის საგანგაშო ნიშნები სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთაც ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩა ზუსტად ამ ვიზა ლიბერალიზაციის შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ პრობლემას შექმნის. პირველ რიგში ჩვენ ნელ-ნელა აღმოჩნდებით იმ იზოლაციაში, რომელშიც გავატარეთ 70 წელი საბჭოთა პერიოდის და ცოტა შემდგომი პერიოდიც. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვწყდებით იმ ჩვენს ცივილიზაციას, რასაც ქრისტიანული ცივილიზაცია ქვია, დასავლური ცივილიზაცია და საბოლოო ჯამში რაღაცა ერთპოლუსიანი მართლობა იქნება, ერთპოლუსიანი ხედვა იქნება, ერთპოლუსიანი ინფორმაცია იქნება და რა თქმა უნდა, საფრთხეები და რეალობა ამ საფრთხეების რაც არის, იმიტომ რომ ის რაც ევროსაბჭომ ევროკავშირმა განაცხადა, საკმაოდ საგანგაშოა, იმიტომ რომ დღეს მე ვუსმინე ბატონი პრემიერის ბრიფინგს, სადაც ის რაღაცა გაურკვეველ ჯორდანო ბრუნოზე და ასე შემდეგ საუბრობდა. ცოტა არასერიოზულად მეჩვენება ეს არარელევანტური შედარებები და მე წინ წამოწევა კიდე იმ რაღაცა ბადაღებული თემის კაცების გათხოვების ღმერთო ჩემო არსად არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და მოთხოვნებში მსგავსი რამ და არავინ არ უპირებს ამ კაცები მინდა დავამშვიდო რომ ეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ თუ მათი სურვილი არ იქნება და ის რომ თურმე თუ ჩვენ აი ამ მოთხოვნებს არ შევასრულებთ იქ პოლიტპატიმრებს ეხებათ იგივე პრესას ეხება პრესის თავისუფლებას და ასე შემდეგ სამწუხაროდ კარგად მანიპულირებენ ზოგიერთ გარკვეულ მასაზე აი ამ საკითხებით და სამწუხაროდ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხო მედიის როლიც რომ სწორი ინფორმაცია. თქვენი როლი თავისუფალი მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ სირთულეებს აწყდებით იგივე მოსახლეობის მხრიდან, იგივე ვიღაც აგით პროპაგანდისტებისგან, ხელისუფლების სამთავრობო ხო, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკისრიათ და დიდი როლი გაქვთ შესრულებული ამ საქმეში, რომ გაარღვიოთ ეს ინფორმაციული ვაკუუმი, ეს რუსული პროპაგანდა, ის რაც ხდება, რაზეც ხდება აპელირება, ეს სუფთა რუსული ნარატივია. როდესაც ამბობენ თუნდაც ომით, თუნდაც ეხლა თქვენ რაც ახსენეთ ხო, რაც პრემიერმა გააჟღერა ამ შემთხვევაში, აი რა სიტყვით თქვენ ამის საპირისპიროთ და საპირწონით ასე თქვა. საპირისპირო ის რომ მსგავსი ევრორეზოლუციაში არაფერი არ წერია, წერანაც ვახსენე ხო, ის ეხება პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პასიურობით დაუშვა ბევრი შეცდომა. საბოლოო ჯამში თუ ვინც ციხეში არა ვართ, რეალურად ციხეში ვართ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ნელ-ნელა თვითონ ციხე ხდება. ვირტუალურიც და თუ გინდათ წარმოსახვითი, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც თავისუფლად მოქმედების და აზროვნების საშუალებაა შეზღუდული, ძალიან რთულია ისაუბრო თავისუფლებაზე და ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრები. არა აქვს ამას მნიშვნელობა, მე კიდევ ერთხელ მიმართავ საზოგადოებას, ჩვენ ვინმე მოგწონს თუ არ მოგწონს. ეს იქნება პოლიტიკოსი თუ არა პოლიტიკოსი, ის მოქალაქე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული და რაღაც გაურკვეველი ბრალდებით, ხო, ის იქნება გვირგვინები, ეგრეთ წოდებული ვენოკები თუ კოსტუმები თუ რაღაცა გაურკვეველი დიპსტეიტები და დაუსაბუთებელი ბრალდებები, ხო, იგივე დემონსტრანტების წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებმაც უნდა აშენონ ეს ქვეყანა სხვათა შორის, რომელთაც ეკუთვნით ეს ქვეყანა, ხო, არა მხოლოდ ჩვენ რაღაც გარკვეულ ძალიან ძველებს და საშუალოებს და ასე შემდეგ. ხო, ყველასი ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების. ამიტომ ამის მოთხოვნაა გაჟღერებული და არა ის, რომ რაღაცა და რომ არანაირი ნიშნით არ უნდა იზღუდებოდეს ადამიანის უფლება და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად აზროვნების სიტყვის თავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მიღწევა იყო ეს საბჭოთა პერიოდის, ანუ პერესტროიკის, ეს იყო სიტყვის თავისუფლება. ის რაც 20-იან წლებში შეიზღუდა პერესტროიკის მერე ჩვენ ეს ბედნიერება გქონდა, რომ თავისუფალი სინდისის სიტყვის და სინდისის თავისუფლება და ხა თუ ამას შეზღუდავენ, ადამიანი რა არის ხა მეტი. ამიტომ თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ კომუნიკაციების სამყაროში ვცხოვრობთ და
სატელევიზიო სივრცეს ჩახშობენ, მე მიადგებიან ინტერნეტ სივრცეს, ნუ ექნება ვინმეს ილუზია, რომ იქ კლავიატურის ლომებად დარჩებიან და ასე შემდეგ. ხო, ან მას არ შეეხება. დიქტატურა ეხება ყველას, შეზღუდვები ეს უნდა ეხება მეთქვა, ყველას. საზოგადოებრივი პროტესტი რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ და მხოლოდ არის კონკრეტული ადამიანების პრობლემა. ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ხო აღარ ჩამოთვლი ხა კანონებს და არაერთ შემზღუდავ კანონს, რომელიც ბოლო დროს ერთი მეორეს მიყოლებით მიიღეს. რატომ ეხება ყველას? სურპრიზები გვაქვს კანონების, შეზღუდვების, აგრძალვების. ხო, გასაგებია, რომ ჩვენ არ მოგწონს ხმაურიანი ტრანსპორტი, მაგრამ ამ ტრანსპორტს სხვანაირად უნდა შეუზღუდო და უგრძალო და ასე შემდეგ და არა ისე ჩემი რაღაცა სურვილის და გადაწყვეტილების მიხედვით და კიდევ უამრავი რამ არის. იგივე თქვათ ვიღაცის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ხომ? იმიტომ არსებობს თავრობა, რომ გავაკრიტიკოთ. ყველაფერი რატო უნდა მომწონ? თავრობა რომ მოგწონს, ეს იგი ძალიან ცუდადაა შენი საქმე, ჯანმრთელობის მხრივ, ფსიქიკური. იმიტომ რომ არ შეიძლება თავრობა მოგწონდეს ნორმალურად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს. კითხვები უნდა გქონდეს, პრეტენზიები უნდა გქონდეს. ეს არის ძალიან ნორმალური, რომ მისთვისაც კარგია, რომ ისიც განვითარდეს. ნახეთ ახლა წერამ თქვენ რაც ახსენეთ, იმიტომ რომ ის რაც აი მე ეს არ მეხება და პოლიტიკური ვარ. ეს არის ძალიან ეს ყურით მოთრეული რაღაცა ფრაზებიც არა, რაღაცა მიდგომა თავის გამართლების, მე ვიტყოდი სილაჩრის, მეტი არაფერი, იმიტომ რომ არ შეიძლება ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს. ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, სოციალური ოკუპაცია აქვს, ძალიან მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული იდენტობის პრობლემა აქვს. და ამ დროს შენ ამბობ, რომ ეს მე არ მეხება, ყველას გვეხება, აბსოლუტურად ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობთ, ვინც საქართველოს მოქალაქეა. აი ეს პროპაგანდა ზუსტადაც რომ შექმნეს რაღაცა მითები უხილავი მტერი, ხო, რომ აი ნაცები გინდათ, აი სისხლენ ну ღმერთო ჩემო, მას მე რამდენი წელი გავიდა, ისინი აღარ არიან, იმიტომ რომ არ ვარგოდნენ, ხო, მაგრამ მათაც ჰქონდათ ის რაც კარგი, რაღაც გააკეთეს, ის უნდა გაგრძელებულიყო და უკეთესი გაეკეთებინათ. ეს უკეთესი არ გაუკეთებიათ, თუ უარესი არ გააკეთეს, ამიტომ ეს პროპაგანდა მუშაობს, იმიტომ რომ ეს ჩვენ არ გვეხება, ის ვიღაცა პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც თქვა აპროტესტებენ, მაგრამ რეალურად ისინი არანაირ პოლიტიკურ ჯგუფებს არ წარმოადგენს. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, კანონიერ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიქტატურა არ უნდა იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ან თუნდაც ერთი ოჯახის, არ აქვს მნიშვნელობა პერსონის, ქვეყანაში უნდა იყოს კანონის დიქტატურა. ისევე როგორც არის დემოკრატიულ ქვეყნებში კანონის დიქტატურა, კანონის უზენაესობა, კანონი ყველასთვის თანაბარია და ასე უნდა იყოს კეთილდღეობაც და ასევე კანონის წინაშე ყველა თანაბრად უნდა წარსდგეს თუ კი დავაშავებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა გაიაზროს საქართველოს ყველა მოქალაქე, იმიტომ რომ მე არ მეხება, არ არსებობს. ჩვენ ყველას გვეხება. დიახ, პოლიტიკური გარემოც რომ შევაფასოთ დასასრულს, ჩვენ გვაქვს მოახლოებული არჩევნები, ასე ვიტყოდი არჩევნები თვითმმართველობის და როგორია დღეს პოლიტიკური გარემო და მათი დამოკიდებულება აი ამ არჩევნების მიმართ, ეგრეთ წოდებული არჩევნები ალბათ ასე უნდა ვთქვათ. ხო, მე საერთოდ საპარლამენტო მე რომ პოლიტიკოსი ყოფილიყავი და ჩემი პარტია და ასე შემდეგ მქონდა და ნამდვილად არ მივიღებდი არც იმ საპარლამენტო არჩევნებში, იმიტომ რომ თავიდანვე განწირული იყო და იმის ილუზია რომ თქვათ ელექტრონულად ჩატარდებოდა თუ ასე შემდეგ არ გაყალბდებოდა, ცოტა არასწორი მეგონია ეს მიდგომა, შეცდომა იყო მათი მხრიდან. იმიტომ რომ ივანიშვილის თამაშია ყოველას ნიშნავდა, ეხლაც არჩევნებში მონაწილეობაც იგივეა. ეს არის მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭება და მე მგონი არ იმსახურებენ ისინი, იმიტომ რომ საქართველოს ხდება მათი წყალობით რუსეთის გუბერნიის რაღაცა უკანა ეზო, ჩახსნილია კავკასიური, ასე ვთქვათ, მთელი პოლიტიკური თამაშიდან, იქ სომხეთ-აზერბაიჯანის დათბობა, თურქეთის გაძლიერება კავკასიაში, იქ რაღაცა ზანგეზურის კორიდორზე საუბარი. ანუ ჩვენ სადღაც აღმოჩნდებით ჭრდილში და ეს ჭრდილი არის რუსეთი. ნუ რუსეთის დასაყრდენი და პლაცდარმი დარჩება საქართველოს ძლივს გამოვძვერით რაღაცა ბრძოლით, ხო, ეს არ არის მარტო ჩვენი ბრძოლა, არც ერთი იგივე ვიზა ლიბერალიზაცია. არც ქართული ოცნების დამსახურება, არც ნაციონალური მოძრაობის, არც შევარდნაძის მის დროს დაიწყო. ხო, ეს არის ქართული ხალხის დამსახურება, მისი მოთმინების, შრომის, რაღაცა, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ხო? რა თქმა უნდა და იმ პოლიტიკური ჯგუფების, რომელმაც დაიწყო, რომელმაც გააგრძელა
და ძალიან სწორი იყო რომ გააგრძელა, მაგრამ ახლა უკან ვიხევთ რაღაცა გაუგებარი რაღაცა ძალიან ინფანტელური, აი ავანტყოფურად ინფანტელურია ეს დამოკიდებულება. აი რაღაც არასწორი შედარება, ესეც პროპაგანდის ნაწილია, რომ აი თუ ჩვენ ამ მოთხოვნებს შევასრულებთ, ჩვენ სახელმწიფო არ ვიქნებთ. ეს ბლეფია, ტყუილია, ატყუილებენ ხალხს, იმიტომ რომ არანაირ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული არ არის არც ერთი მოთხოვნა. ეს არის ტყუილი. პირიქით, რაც მეტად იქნება გახსნილი, რაც მეტად იქნება დემოკრატიული, რაც მეტად თავისუფალი იქნება მასმედია ქვეყანაში, მით უფრო მეტი შანსია, რომ მეტი კათარზისი განვიცადოთ და საერთოდ კათარზისი გვეღირსოს საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ღირებულებათა კრიზისი გვაქვს, იდენტობის კრიზისი გვაქვს, აი ამდენი რუსული პროპაგანდის, ხო, ეს რაღაცა ჰიბრიდული ომი, რომელიც ჩვენ ვერ დავძლიეთ სამწუხაროდ. პირიქით ხელისუფლებაც ემხმარება მათ აი ამ ყველაფერში. და შეეხება იგივეს გავიმეორებ არჩევნებთან დაკავშირებით კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ არჩევნებში მონაწილეობის და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ვინც აპროტესტებს და არიღებს მონაწილეობას მივესალმები, მე მომწონს თუ არა მისი წინაცხოვრება, ასე რომ ვთქვა. მადლობა, მაია ქრივიშვილი საუბრობდა თრიალეთის ეთერში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მადლობა თქვენ, ნახვამდის.